პურის მცხოვრებლების ნაწილი ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიები პურის გაძვირებას არ გამორიცხავენ. საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი გაიზარდა და 54 ლარის ფარგლებში მერყევს. შესაბამისად, პურის წარმოებულ კომპანიებს უჭირთ ძველი ფასის შენარჩუნება. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს დაწესდა და ტონაზე 250 ლარში ადგენს. ამ გადასახადის გაუქმებას არ ეთანხმებიან წისქვილ კომბინატები. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილოგავას თქმით, თუ კი საიმპორტო გადასახადი მოიხსნება, ეს წისქვილ კომბინატების დახურვას გამოიწვევს. მხარეები სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან, რათა თავიანთი წინადადებები წარუდგინონ, რომ არ მოხდეს პურის გაძვირება. ჩვენ ახლა ვითხოვთ, რომ ეს დროებითი გადასახადი ფქვილზე შესაძლებელია, რომ შეჩერდეს და კონდეს ესე იგი პურის მწარმოებლებს იმის საშუალება, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. პურის ფასი არ გაიზრდება თუ შენარჩუნდება, იმიტომ რომ იქნება საშუალება იმისა, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა კონდეს იმ ფქვილზე, რითაც შესაძლებელია უკვე შევინარჩუნოთ ეს ფასი. საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილ კომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილ კომბინატებმა, ანუ ორ დარგს ექნება პრობლემა. შესაბამისად, ზუსტად მაგიტომ ვამბობ, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ამასთან დაკავშირებით, სადაც გათვალისწინებული იქნება სამივე დარგის ინტერესი. შესაბამისად, მე თავიდანვე აღნიშნე, რომ ეს გადასახადი არ შემოსულა რაღაც ძალიან მექანიკურად, ეს გადასახადი შემოვიდა სწორი კონკურენციის პირობების გასათანაბრებლად. წისქვილ კომბინატების გაჩერება და ხორბლის არჩაბარება გამოიწვევს ზუსტად იგივე პროცესებს, როგორც შარშანი იყო. შეიძლება რაღაც მოძებნა გარკვეული, ვთქვათ, შეხების წერტილების, რომ დარეგულირდეს ეს სიტუაცია.